Qabuliyani misinoshi და ალლას ხომ ისეთი გაგეძო ჩვენ რამადანი რომ გამოვალთ მისგან რამადნისგან უფრო უკეთესი გამოვიდით. ამინ. შეშმართ ალლას ესმის ჩვენი დუები. ჩვენ მეთქო შენ რომ გაგხოდო ჩვენ შენი მოჩილი მონების შორის. დღევანდელი თემაზე მე პატარა ინშალლა თქვენ დროს არ დაგახმევთ. მომზადი თემა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი თაყვანისცემა ისლამში. და ეს არის დუა. როცა ჩვენ რაღაცას ალლას ვევედრებით, ჩვენ ლოცვებში, გინ ჩვენ ფიქრებშიც ასევე. და დუა არის როგორც მეთქვი, ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისცემა ისლამში. შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა, რომელიც არის მოყვანილი იმამ თირმიზის წიგნში, თქვა რომ ad-du'a'u ibada. რომ დუა არის თაყვანისცემა. ანუ თაყვანისცემა თუ არის, ესე იგი საქმე უყვარს ალლას. სხვა ჰადისში შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თქვა, როცა მორწმუნე აკეთებს დუას ხოლმე რაღაც ალლას უხარია. ანუ ეს არის ის საქმე, რომელიცაც შეიძლება ადამიანი მოიპოვოს მეცნიერება. და არის სხვა ჰადისი, სადაც შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თქვა, როცა მორჩილი არ აკეთებს დუას, ალლაჰი ბრაზობს. როცა მორწმუნე ადამიანი არ აკეთებს დუას, ეკითხი ალლაჰი მაგის გამო ბრაზობს. ასევე ალლაჰმა უზრაესმა ყურანში თქვა: "ვაყალა რაბბუკუმ უდ'უნი ასტაჯიბ ლაკუმ". თქვენ ბაღმეთმა თქვა: "მე დუა გამეკეთეთ, თხოვეთ და მე თქვენ გიპასუხებთ". "ინნალ ლადინა იასტაკბირუნა ან იბადათი საიადხულუნა ჯაჰანნამა დახილინ". ჭეშმარიტად ისინი, ვინც ჩემ თაყვანისცემაზე თაკაბურს აკეთებენ, ანუ თავისთავი გონიათ რომ არ აშიშდებათ ალლაჰის იბადათი, ალლაჰი ეგეთ ხალხს შეიყვანს ჯაჰანამში. ალლაჰმა დაგვიცავს მაგისგან. ამინ. მერე ძმებო, ერთხელ შუმავთან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა მოვიდნენ საჰაბები და კითხეს მაგას: თუ ალლაჰი არის შორს, როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენ დუა? ანუ ხმამაღლა ვთხოვოთ? თუ ალლაჰი არის ჩვენთან ახლოს და გავაკეთოთ დუა ხმადაბლა. და მაგის დროს ეგრევე ჩამოვიდა აიათი, სადაც ალლაჰმა უზენაესმა ყურანში სურა ბაყარაში იძახის: "ვა იზა საალაკ იბადი ანნი ფა ინნი ყარიბ უჯიბუ და'ვათა და'i იზა და'ან". თუ როცა შენ გეკითხებიან ჩემი მორჩილები ჩემზეო, მე ახლოს ვარო, ალლაჰი იძახის. მე ვპასუხობ იმ ადამიანის დუაზე, ვინც მე მეკითხებს დუას. "ფალიესტაჯიბუ ლი ვალიუ'მინუ ბი ლა'ალლაჰუმ იარშუდუნ". ამიტომ მიპასუხონ მეო და ასევე დაიჯერონ, ანუ იმანი კონდეთ ჩემშიო, იმედით რომ შეიძლება სწორ გზაზე დადგენ, ან გამოსწორდნენ. და ძმებო, ეს აიათი არის მოსული სურა ბაყარაში, იმ აიათების შუაში, სადაც ალლაჰი აზზავაჯალ ლაპარაკობდა რაზე? რამადანზე, მარხვაზე. ამიტომ მუფასირები, ალიმები თქვენ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ რამადანი არის ასევე დუის თვე. ალლაჰი აზზავაჯალ ლაპარაკობს სურა ბაყარაში: "ქუთიბა ალეიკუმუს სიამუ كما كتب على الذين من قبلكم لعلكم تتقون". مرحبا. ميري مويتس اس آياتي. ما بايتس ميري اقرأ الله يزخيس أحل لكم ليلة الصيام الرفث إلى نسائكم. اقرأ مرحبا. ما كنتو عالمي بتخيسهم الله سندرهم شوين قواكت البور الدواء مرحبا. ميسا مدميرو رسمين دواماتو دواس اس رسرا روس أدامين أكترس دواس سامي رغات سختبا تقول شو بيتا شو موان صلى الله عليه وسلم. პირველი რაც ხდება, ან ალლაჰი აზზავაჯალ პასუხობს ჩვენ დუაზე, რასაც ჩვენ გვინდოდა, ეს ერთი. ან მეორე, ჩვენ არ გვიპასუხებს, მაგრამ მოგცემს იმას, ოდიშით, არ გვიპასუხებს, მაგრამ ნებისმიერი შარი, რომელიც უნდა მოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში, მომავალში, თუ არ გვიპასუხებს, იმ შარს, ანუ დუით მოაშორებს ჩვენსგან, დაგვიცავს, დაგვიფარავს. და მესამე რაც ხდება, და ეს არის ყველაზე უკეთესი, ალლაჰი აზზავაჯალ შეინახავს ამ დუას და მოგცემს ჩვენ 60-ში უკეთეს ვიდრე იმას, რაც ჩვენ გვინდოდა. ალლაჰმა მაგას შორს გავხადოს. ამინ. ანუ ძმებო, მოსწმუნე ადამიანი არადოს არ არის წაგებაში. ხანდახან ადამიანი ჩვენ დუას ვაკეთებთ და არ მოდის პასუხი. ნუ გონია რომ პასუხი მოვიდა ინშაალლა. მაგრამ შენ არის როგორ პასუხია? შეიძლება ღმერთმა შენთვის შეინახა ჯანნათი. ალლაჰმა მაგას შორს გავხადოს. ამინ. შეიძლება ალლაჰმა მოგაჩვენა რაღაც უბედურება, რომელიც მოდიოდა შენს წინ, გინდა იყოს დამჯამთელობა, ფინანსების დაკარგვა, ანუ ოჯახის წევრებს რაღაც შეიძლება მოვიდოდა, ელემენტარული რაღაცები, ნებისმიერ რაღაცა, ალლაჰმა შენ გადაგარჩინა ეგეთ რაღაცისგან. ან ნურაზოს ნუ ფიქრობ, შენ ხარ ზარალში, როცა დუას აკეთებ და შენ ალლაჰი აზზავაჯალ არ პასუხობს.
მე ძმებო ასე ალიმები თქვეს რომ ხანდახან დუას აქვს თავისი წესები. ჩვენ მაგ წესებზე დღეს ინშალლა ვილაპარაკებთ. ერთ-ერთი წესი რომ დუა იყოს დუა, ჩათვლი როგორც დუა. ალიმები თქვეს რომ აუცილებელი მინიმუმი ტუჩების მოძრაობა და ენის მოძრაობა. ეს არის მინიმუმი. ანუ ზოგი ადამიანი აკეთებს დუა გულში, რა თქმა უნდა, ალლას ესმის. მაგრამ რომ დუას დაერქვეს დუა, აუცილებელი მინიმუმ რა ტუჩებით მაინც მოძრაობა და ენით მაინც მოძრაობა. კარგი ძმებო, ჩვენ მივხვდით რომ დუა არის ერთ-ერთი უდიდესი იბადათი. კიდე ბევრი აიათები არის, კიდე ბევრი ჰადისები არის მოსული ამ თემაზე, მაგრამ რამოდენიმე მოვიყვანე მე. ეხლა ძმებო უნდა გადავიდეთ თემას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ალიმები მოიყვანეს რამოდენიმე რამ, რაც ქვია მავანიუ დუა. მავანიუ დუა არის რა? ის რაღაცები, რაც უშლის შენი დუის პასუხისთვის. მაგალითად, გაკეთე ადამიანმა დუა და არ მოდის პასუხი. არანაირი პასუხი არ მოდის. რატომ? აი ჩვენ უნდა ვიცოდეს ეს რაღაცები, რატომ შეიძლება არ მოვიდეს პასუხი შენს დუაზე. ჩვენ ხო არ გინდა რომ გავაკეთოთ დუა ჰაერის, ხო? ჩვენ გვინდა იყოს პასუხი ჩვენ დუის, რაც თქმა უნდა გვინდა. ეხლა კი გავიაროთ რამოდენიმე ეს, ანუ ასე ვთქვათ, კედელი, რომელიც უშლის დუის პასუხზე. პირველი ძმებო, რა თქმა უნდა, პირველი და უპირველეს ყოვლისა არის შირკი. თუ ადამიანი აკეთებს დუას არ ალლაჰისთვის, ეკითხება მაგალითად აულიაებს, ან ეკითხება დუას უკეთებს, მკვდრებს, ან გინ ფეხაბარის რომ იყოს, სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, რომც ანგელოზები იყოს, ეს დუა იქნება მიღებო, ეს არის შირკი ალლაჰის წინაშე. ეს არის ალლაჰის წინაშე თანაზიარის შექმნა. მეორე ძმებო, რასაც უშლის დუის პასუხს, ეს არის ალ-იჰტიდაუ ფი დუა. როცა ადამიანი გადადის ზღურებს დუაში. ეხლა ვიცით როგორ შეიძლება გადავიდეს ადამიანი ზღურებს დუაში. ერთხელ აბდულაჰ იბნ მუღაფალ, იყო ერთ-ერთი საჰაბა, აბდულაჰ იბნ მუღაფალ, ნახა რომ მისი შვილი აკეთებს დუას. ალლას თხოვდა ჯანნათის რაღაცა ნაწილი და ჯანნაშიც რაღაცეების თხოვდა და მივიდა თავის შვილთან და უთხრა მაგას რომ შვილო, ნუ გადადიხა ზღურებს დუაში. იმიტომ რომ უზენაეს ალლაჰმა თქვა وَلَا تَعْتَدُوا إِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ الْمُعْتَدِينَ. ნუ გადადიხა ზღურებს, იმიტომ რომ ალლას არ უყვარს ის ხალხი, ვინც გადადის ზღურებს. მერე მაგან თქვა რომ ეგრევე მაგის მერე აიათის მერე თქვა ჰადისი მოიყვანა აბდულაჰ იბნ მუღაფალ, იმიტომ რომ მე გავიგეო რომ შომამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვაო საიათი აყვამუნ საიათადუნა ფი დუაიჰიმ. მომავალში ხალხიო, რომლების თავის დუებში გადავა ზღურებს. რას ნიშნავს ეს ძმებო? როცა ჩვენ დუას ვაკეთებთ, მაგალითად ალლას ჯანნატს ხვდით, ხო? არ უნდა ვთხოვოთ ასე თქვა როგორ გითხარი დეტალურად, ყოველი პატარას მინ დეტალი რომ არ უნდა ვთხოვოთ, უნდა ვთხოვოთ ეგრევე ყველაფერი. აბდულაჰ იბნ მუღაფალ როცა ნახა თავის შვილი ეგრე დუას აკეთებდა, უთხრა თავის შვილო, სალილაჰილ ჯანნა. შეიკითხე ალლას, სთხოვე ალლას რა სამოთხე. და ასევე სთხოვე ალლას რა დაცვა ჯაჰანამისგან. თუ დუას ვაკეთებ, უნდა ვკითხოთ ალლას ყველაზე უზარმაზოს რა ჯანნათულ ფირდაუს. და მან უკვე ყველაფერი შედის. ან ზოგიერთი ძმა, როცა ხედავენ რას ხდება პალესტინაში, ჩვენ ძმებს და დებს რას უკეთებენ მათ, ალლაჰმა მაგას დაეხმაროთ, ამინ. როცა ხედავენ რა ხდება მან, რა დუას აკეთებენ, მოერთო დაამტრია მაგათი რაკეტები, გაანადგურე მაგათი ძალა, ან გაანადგურე მაგათი ტანკები, გაანადგურე მაგათი იარაღი არ ვიცი გაფუჭდეს, რაღაცა მოვიდეს. ეს არასწორია. ეს არის ალ-იჰტიდაუ ფი დუა, გადასაზღვრების. ფრიან ჯამში უნდა ვთხოვოთ განადგურება ნებისმიერ მტრის, რომელიც მიდიან მუსლიმების წინააღმდეგ. ღმერთო გაანადგურე ის დაეხმარა მუსლიმანებს საერთო. ეგეთი არის დუა, ეს არის ადათი ძმებო, დუის ადათი. მესამე არის ზნუბ, ეს არის ცოდვები. ადამიანი შეიძლება დუას აკეთებს, მაგრამ არ არის პასუხი მის დუაზე, რატომ? იმიტომ რომ აკეთებს ძალიან ბევრ ცოდვებს. ვინ იცის მაგის დალილი რა არის? შაქრა. იზა. რევას. ვინ იცის ძმებო, რა შეიძლება იყოს, აი რომ ცოდვები არის იმის მიზეზი, რომ არ მოდის პასუხი ჩვენ დუებზე, ვინ იცის? ამდენი ძმები ხარ, ჩვენ გავიარეთ აი ბევრჯერ. ჰარამი, როცა ადამიანი აკეთებს ჰარამს, მაგის დალილი რა არის? ხო, თქვი ახლა. თქვი როგორ სინდა? სწორია. კი. ხო, სწორია. იმამ ნავავი არის, იმამ ნავავი საჰაბი მოიყვანეს ჰადისი, სადაც შომამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ერთხელ იყო საჰაბებთან ერთად და მოვიდა ერთ ადამიანი საფარიდან. აშღადა ალ-აღბარ, მისი თმები იყო აჩეჩილი. და ასასმერი იყო მტვერში. დაღლილი მოვიდა საფარიდან.
და ეძმება არის ყველაფერი იმის ნიშნები, რომ როცა ადამიანს საფარში ეძმება დაიმოსვენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, პასუხი, ანუ დუის პასუხის მიზეზი. როცა ადამიანს საფარში უფრო გვილია დუის მიღება პასუხი. და ის ადამიანი როცა მოვიდა საფარიდან, ხელები აწია და თქვა ია რაბ, ღმერთო ჩემო, ანუ დუის გაკეთება დაიწყო. და შუამამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ რა თქვა? მაშრაბუ ჰარამ, მისი სასმელი დასვავს ჰარამია. მატ'ამუჰუ ჰარამ, მისი საჭმელი ჰარამია. მალბასუჰუ ჰარამ, მისი ტანსაცმელის ჰარამია. ვა ღუზია ბილ ჰარამ, აღზრდილი იყო ჰარამი. და მე იზახის ფაანნა იუსტაჯაბუ ლაჰ. როგორ იქნება ეგეთი ადამიანის პასუხი? ადამიანს არ აინტერესებს რა არის ჰარამი ჰალალი. ფულს შოურობს როგორც უნდა, ყიდის რასაც უნდა, ყიდულობს რასაც უნდა. მე როცა პრობლემა აქვს, მე თუ დამეხმარე იზახის. ეს როგორია? ჩვენ წინაზე აიათი ხო წავიგეთ, რა იდა საალაკ იბადი ანი ფაინი ყარიბ, უჯიბუ დაავათა და იდა დან, ფალიესტაჯიბუ ლი აიეს ნაცილიზმე. მიპასუხონ მე. ადამი შენ თუ არ უპასუხე ალლას, არ დაემოჩნი მის კანონებს, მის ბრძანების ვაჯიბები, ჰარამს ატარები. როგორ ელოდები შენ მე შემოგცემ პასუხს. ანუ ძმები, ეს არის საწოდები. მე ძმებო, მეოთხე რას უშლის ადამიანს დუის პასუხს არის რა, როცა ადამიანს ეჩქარება. საჰაბები კითხეს შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, როგორ შეიძლება ადამიანს ეჩქარებოდეს დუაში? და შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, როცა მორწმუნე აკეთებს დუას, სთხოვს რაღაც ალლას, მე გადის დრო და იზახის ღმერთმა არ მიპასუხა. არაფერი ღმერთმა არ მიპასუხა. ეს არის ძმებო, როცა ადამიანს ეჩქარება დუის გაკეთება. ნახეთ ძმებო, სურა ალი იმრან. თუ არსებობს სურა ალი იმრანის ბოლო ნაწილებში. ალლაჰი აზავაჯალ მოიყვანა მორწმუნეების თვისებები. ნამდვილად ნახოთ, ბოლო ჰაიათებში არის მოსული მორწმუნეები იძახიან რაბბანა, ღმერთო ჩვენო. ანუ რას აკეთებენ? არ ნებდებიან, ბევრ დუას აკეთებენ. ალლას უპასუხოს დუას აკეთებენ. და მე ალლაჰმა მათ თქვა ფასტაჯაბა ლაჰუმ. ალლაჰმა მათ უპასუხა. ანუ ასევე შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, რომ ალლას უყვარს როგორი დუები, ანუ მონდომებით. როცა ჩვენ ვაკეთებ დუას მონდომებით, ისე კი არა. გავაკეთე ინშაალლა მიიღება ინშაალლა. არა, ეს არასწორია. მონდომებით უნდა გავაკეთოთ ყოველთვის დუა. მე ძმებო, არ უნდა რა თქმა უნდა, მე კიდე რას უშლის გაკეთება, ანუ დუის პასუხი არის, როცა ჩვენ ვთხოვთ რაღაცა ჰარამს. ღმერთო მომე კაზინო კონდეს დიდი. ღმერთო მომე მაღაზია, ნებისმიერ არ ანიშნობა, დასმის სიგარეტი იყოს, ალკოჰოლი, ჰალალი ჰარამ მომეს დიდი მაღაზია მინდა. ეგეთ რაღაცებს ღმერთი არ პასუხობს. ღმერთო ჩემი ნათესავი ძალიან არ მიყვარს, თქო მომაშორე ეს ნათესავი. იმის მაგერად რომ თქვა ღმერთო შემარიგე ნათესავთან, ჰიდაიათი მიეცი, რომელიც მე ვიყოთ. ერთად ვილოცოთ იძახის რომ ღმერთო მომაშორე. ალლაჰ არ პასუხობს ეგეთ დუაზე. ეს ჰარამია ძმებო, ეგეთ დუების პასუხი ეს კითხვა არის ჰარამი, არ შეიძლება. ეხლა კი მე გადავიდე რა შეეხება იმ მიზეზებს, რომელიც ეხმარება დუის პასუხებზე. ჩვენ გავიდეთ რას უშლის ადამიანს, ეხლა გადავალთ იმას რა ეხმარება. იბნ ყაიმ თავის წიგნში მოიყვანა რამოდენიმე რაღაცა და მე ასე ჩემს კიდე დავამატე. პირველი რას მოიყვანა არის ანუ ხოდორულ ყალბ. როცა შენი გული არის დუის დროს. აი შემოსა დუას აკეთებ, ხო? შენი გული არის თან, სადაც არ დაფრინავს სხვაგან. შენ ფიქრობ შენ დუაზე, რასაც ფიქრობ შენ იცი რაზე ლაპარაკობ. შენი გული ანუ არის დუის დროს და ისე ალლაჰი გეყოლებს. პეღამბარ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ud'u wa antum muqinuna bil ijaba. გაკეთეთ დუა და თქვენ იყავით დარწმუნებულნი იყავით, რომ პასუხი მოვა. დარწმუნებული იყავით. wa'lamu anna Allah la yastajibu du'a qalbin ghafilin lah. და იცოდეთ რომ ალლაჰი არ პასუხობს იმ დუაზე, ვისი გულის ანუ არ არის მაგ დროს, სადღაც დაფრინავს. ეს არის ძმებო ერთი, ანუ უნდა ჩვენი ყურადღება უნდა იყოს დუის დროს. მეორე ძმებო, ასე იბნ ყაიმ მოიყვანა რამოდენიმე დრო, როცა ემთხვევა თუ დაემთქვა შენი დუა ამ დროს, შენ დუას ექნება ძალიან დიდი ბარაკათი. პირველი ძმებო არის ღამის მესამე ნაწილში, ღამის მესამე ნაწილში. შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, იანზილუ რაბბუნა ილა სამაი დუნია. ჩვენ უზენაეს ალლაჰი ჩამოდის პირველ ცაზე. კულლა ლეილა, ყოველ ღამე. ჰინა ябყა თულუსა ლეილა, როცა რჩება ღამის მესამე ნაწილი. ალ-ახირ, ფაიაყულუ სუბჰანა, და უზენაეს ნახეთ რაც იძახის. მან იადუნი ფაასტაჯიბუ ლაჰ. ვინ აკეთებ ჩემთვის დუას? ვინ თხოვს? მე მაგას ვუპასუხებ. მან იასალუნი ფაუტია. ვინ თხოვს? მე მაგას მივცემ. მან იასტაღფირუნი ფააღფირ ლაჰ. ვინ თხოვს მე პატიებას? მე მაგას ვაპატიებ.
حتى ينفجر الفجر سلام أربعة نخدمه وزنايسي وديدسي وزرمازار وزليرسي الله يجامودس كيونه باشين وينادي تبشون راكين دا متخالي نموكسي ماغاس تو ويغاسا ديدي أوتوريتي أدمياني أم وينز جيندايكوس مينيستري أسويتكا وينز جيندايكوس جيت بشين ماغاريتا راسا جينام بخوي خوالمي ماغاس موكسي ولا بس داوغيتب ماغاس موكسي შეიძლება იმ გამოსშენ ვერ დაიზინებ შეიძლება რაღაცა გილუდან თხოვრო ვერ დაიზინებ შანსია ადამიანს ყოველთვის რაღაცა უნდა მაგრამ აქ თვითონ უზენაეს ალლაჰი გეუბნება რომ მე გიპასუხებ ეს არის როდიზმებო ღამის მესამე ნაწილში ადამიანი ფაჯრამდე რომ ადგეს 30 წუთით მაინც რომ ადგეს ფაჯრამდე ჩაეთვლება რომ ეს ბოლო ღამის ნაწილი მე ძმებო აი დღეს ამჯერ წავიკითხე აზანი ორჯერ წავიკითხე აზანი მაღრიბზის და იშაზის شما صلى الله عليه وسلم ماغاس صحابه بميويدن دات كويسرون يا رسول الله ان المؤذنين يفضلوننا اي الله شما ولو مؤذنبي انو چون زيناريان مادليت انو صحابه سكوندا ეთმანეთ შორის შეჯიბრება حلالით ეს არის კაი შეჯიბრება როცა შენ ძმას ეჯიბრები კაი საქმეებში და შმა صلى الله عليه وسلم რა თქვა اذا سمعت المؤذن როცა შენ გაიგებ მუაზინის სიტყვები فقول مثل ما يقول თქვი იგივე რასაც ის იძახის فاذا انتهيت და როცა დაამთავრებ სალ ტუღდა კითხე რას გინდა ალლაჰს და მოგცემს ეს არის სუნნათი ასევე ძმებო როცა ვაკეთებთ აზანის მერე ეგრევე დუა ეგრევე ასევე მესამე ძმებო კაი დრო ბარაკათიანი დრო ეს არის აზანის და იყამის შორის აზანის და იყამის შორის შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა لا يرد الدعاء بين الاذان والاقامه დუა რომელიც კეთება აზანის დროს აზანის შორის და იყამის შორის უარყოფითი არ იქნება پیغمبر صلی الله علیه و آله تو اسه اسماته او داویجرت میبو واجبیه چون ایمانی مقصد کبشی اس هر صحیح حدیثه دو عن مقدوازه او او پاریخ نباز میبو میوت خد میبو سلامستین سلام اسمیم سد لطفش دروس التحيات لله والصلوات كل بالوس طبيعي تاوت اسه دعاء صلاه الابراهيميه داس اوس كل بالدوام تورد ما جسمه سلام اسميسن ارزانگا گاگيت دعاء روز گاگيت كوينازه روم ساريچ عربولي პრობლემა არ არის როგორც ბაშეხ მაიბენ ბასმა რაჰიმაჰულლაჰ შეიძლება ადამიანი გაკეთოს დუა თავის ეზანე რატომ ძმებო ალიმები რა თქვეს შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ნახეთ თქვა ثم ليتخير من الدعاء ما شاء ანუ როცა თქვენო დაამთავრებთ ამ ყველაფერს ნებისმიერ დუა რას გინდა გაკეთეთო გიქნებათ პასუხია ეს არის სალამის წინ მე ძმებო როცა შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ამბობს რომ არის ბარაკათიანი დრო პარასკევი დღეს ბარაკათიანი დრო ვინის რომელი დრო არის? ქართულად ახე? მზის სანამ ჩასვლა. კიდე? ორი ხუთბის შუაში მართალია ეს ბა. კიდე? ხო, არა, ხო, ჯუმას, კაი. ნახეთ. შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, როცა იმა ანუ ალიმების შორის არის ორნაირი აზრი, რომ როდის არის ეს 1 საათი, ანუ ეს ბარაკათიანი საათი ჯუმის დღეს. და ალიმებს აქვთ ორნარი აზრი. ერთი როცა იმამი ადის მინბარზე, მაგდ დუა გავაკეთოთ და მეორე როცა ასრიდან მაღრიბამდე. სანამ შევა მაღრიბი, ეს არის ბარაკათიანი დრო. ძმებო, როცა მე მაგას ვიცი ცოტა ხე დავიღალეთ, ცოტა დაგშა. როცა ჩვენ მაგას ვითხრო ძმებო, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ისეთი ხალხი, რომელიც უბრალოდ მოусმის, იძახის აუ რა მაგარი ხადისებია და მე დავისდება ეს ხადისები, არა ძმებო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორც მე რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა შევეცადოთ იმ ხალხის შორის ვიყოთ, რომ ვინც მოისმენს ამ ყველაფერს. და მე შევასწავლოთ პრაქტიკაში მაინც. მე კაი რა თქვენ ბევრი ხართ აქ. შეიძლება ერთ ძმას დავიზდება, მეორე ძმა სხვა რაღაცას გაახსენებს. მე ძმებო ნახეთ. შეჰმა იბნ ყაიმა იძახის, რომ აუცილებელია რომ ადამიანი იყოს ხუშუ, მაგას კონდეს შიში, როცა ლოცულობს, გულის შიში კონდეს ალლაჰი. ასევე ნდობა უნდა ენდოს ალლაჰს. ასევე თავდაბალი უნდა იყოს ალლაჰის წინაშე, უნდა იფიქროს იმაზე, რომ მე მჭირდება ალლაჰი. ალლაჰს მე რა ვჭირდები. თუ არ ვჭირდები ჰადის ყუდსია, ან ჩვეულებრივი ჰადისია, მაგრამ ვიცი რა არის ჰადისი, შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ იძახის, რომ ალლაჰმა თქვა, რომ ჩემო მორჩილო, რა შენ თუ იქნებიო, შენ თუ გექნება ყველაზე საუკეთესო გული, ყველაზე ღვთისმოშიშე გული, მე ამით მე არაფერი არ მომემატება. და შენ თუ იქნები ყველაზე დაბალი მორჩილი, ანუ ყველაზე ცუდი მორჩილი, მე არაფერი არ დამაკვდება. ანუ ეს ალლაჰს შეამჭირდება, ეს ჩვენ მჭირდება ყველაფერი. ნახეთ მებო ალლაჰმა მოიყვანა მორწმუნეების სიფათი ყურანში სადაც იძახის რომ وَيَدْعُونَنَا رَغَبًا وَرَهَبًا وَكَانُوا لَنَا خَاشِعِينَ ალლაჰ იძახის რომ დუას აკეთებდნენ ჩვენთვისო ჩვენ გთხოვესო სასოევებით და შიშით და იყვნენ ჩვენს მიმართ
მოგზალებულნი. ეს არის თვისება მორწმუნეების, როცა დუას აკეთებ ეძებო. მერე უზენაეს ალლაჰი ასევე იძახის: უდ'უ რაბბაკუმ თადარრუან ვა ხუფია. კითხეთ, ალლას დუა გაუკეთეთ თადარრუი, ასე ვთქვათ, მონდომებით და ფარულად, ინნაჰუ ლა იჰიბბულ მუ'ტადინ. ალლას აღვთის არ უყვარს ის ხალხი, ვინც გადადის ზღურებს. ასევე ალლაჰი უზენაეს იძახის: ولا تفسدوا في الأرض بعد إصلاحها. نوأبوجبت دداميتس როცა ის გამოსორდა. وادعوه خوفا وطمعا. დასთხოვეთ ალლას შიშით და იმედით. إن رحمة الله قريب من المحسنين. ჭიშმარიტ ალლაჰის რაჰმათი არის ახლო მოხსენებებთან. ალლაჰ მაგაშორეს. ამინ. და რამოდენიმე დავჩაზმებო მაგას ინშალლა ჩქარად წავიკითხავ. რა არის თადარრო, როცა რომელიც არის მოსული ამ აიათში? ეს არის მონდომებით მოსხოვ ალლას დუა. არ უნდა დაგეზაროს. ალლას უყვარს. ძმებო, ალიმები იძახიან, როცა შენ უკვე მაგალითად გავიდა кайხანა დუას არ აკეთებ, გეშენების იმ მდგომარეობის. რატომ? იმიტომ ნახე ჩვენ ახლა გავიარეთ ხადის წავიკითხეთ რა, რომ ალლას უყვარს, როცა მას დუას უკეთებენ, ხო? და ასევე ჩვენ თქვით რა ვთქვით? ალლას არ უყვარს, როცა მის დუას არ აკეთებენ. ესე იგი, შენ თუ დუას არ უკეთებ ალლას, შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ალლას არ უნდა შენი ხმის გაგება. ეს არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. ამიტომ შენ თუ აკეთებ დუას, ალლაჰისთვის გიხარობდეს. ესე იგი, ალლას უნდა რომ შენ მას დუას უკეთებ. შეიძლება შენი ხმის გაგება უნდა. ამიტომ ალიმები იძახიან, როცა შენ რაღაცა პრობლემები გაქვს ცხოვრებაში და შენ ამ პრობლემის გამო უფრო ბევრ დუას აკეთებ, მე თუ დამეხმარე პრობლემა დამეხმარე. ესე იგი, ალლაჰმა შენ სპეციალურად გამოგზავნა ეს პრობლემა გამოგიზავნა, რომ შენი ხმის გაგება უნდა. და როცა ყველაფერი კარგად არის შენ ცხოვრებაში, არანაირი პრობლემა არ აქვს, საერთოდ. მაგრად ხარ. ღმერთი და გავისწრა, всё, არავინ არ ჭირდება. ღმერთი დაგვიფაროს, ამინ. შეიძლება და დუას არ აკეთებ, შეიძლება იმის გამო ღმერთი შენ გაძლევს ამ დუნიას. on შენი ხმა არ გაიგოს. ალიმები მაგას იძახიან, ძალიან სახიფათო. ალლაჰმა დაგვიფაროს ეგეთ რაღაცა. მერე ძმებო, არის სუნნათისგან ერთ-ერთი როცა დუას ვაკეთებ, სასურველი ყიბლის მიმართ გავაკეთებ დუა. ეს არის ბარაკათიანი ადათი. ასევე მეხუთე ძმებო, უნდა ვიყოთ ტაჰარატში, აბდესტი უნდა გქონდეს ჩვენ, როცა დუას ვაკეთებთ. მეექვსე ძმებო, ჩვენ ასე ვთქვით, კიდე გავიმეორებთ რამადანში. რამადანში ბევრი დუა არის კარგი, ეს არის ბარაკათი. მეშვიდე ძმებო, როცა ვართ საფარში, როცა ადამიანი საფარშია, შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ადამიანს აქვს პასუხი მის დუებზე. მერე ძმებო, ყაბლა იფტარ, შეიხმა იბნ სიმინა კითხეს მაგას, რომ რა დროს არის კარგი რომ გავაკეთო დუა. როგორი იყოს მებო ذهب الظمأ وابتلت العروق وثبت الأجر إن شاء الله. ეს კეთება როდის? იფტრის მერე. შეიხს როცა კითხეს, როდის გავაკეთე ეს დუა? იფტრის მერე თუ იფტარის მერე? შეიხმა თქვა, რომ იფტრის წინ ვაკეთებ ნებისმიერ დუას ვთხოვთ. რატომ ძმებო? იმიტომ იფტრის წინ, სანამ ადამიანი იფტარ გახსნის, მისი გული არის თავდაბალი. უფრო მორჩილია ღმერთის წინაშე. მე ხდება რამდენად ახლოს არის ღმერთთან და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ბარაკათიანი დრო ძმებო, იფტარამდე, სანამ იფტარი შევა. მერე ძმებო, მეცხრე არის ხელებისაწევა. ხელებისაწევა არის ძალიან ადათი სუნნათი დუის დროს. რატომ? ვინ ის მაგას დალილი? ვინ ის? შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, როცა მორჩილი ხელებს წევს, ეს ნაწილი არის ცისკენი. ხელებს წევს და დუას აკეთებს. ალლას ერიდება, რომ არ უპასუხოს იმ მორჩილი ადამიანის დუაზე, რომელიც ხელი აწია და ჩაწია. ალლას ერიდება, რომ არ უპასუხობს იმ მორჩილის დუაზე. ეს არის საბაბი ძმებო. მერე ძმებო, ასევე როცა ჩვენ ვართ მიწის, საჯდაში ვართ. როცა ჩვენ თავს ვდებთ მიწაზე. შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, რომ ყველაზე ახლოს მორჩილი არის ალლაჰთან, როცა არის სუჯუდზე, საჯდაზე არის. და მაგდროს ბევრი დუა გააკეთეთო. პეღამბარ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ბევრი დუა გააკეთეთო. მერე ძმებო, მესამედი რა არის? თაუბა. ეს არის მონანიება. ჩვენ წინაც ხო გავიარეთ იმამ ნავავის ჰადისი, რომელიც მოიყვანა ძმა, რომ ადამიანს არ იქნება პასუხი მის დუაზე, თუ არ აინტერესებს, თუ წოდებში არის ჩაძირული. ამიტომ თაუბა გამოასწორეს შენ მდგომარეობას და გააკეთებ უფრო მეტ დუას და გექნება პასუხი. მერე ძმებო, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო, როცა შენ აკეთებ დუას შენი ძმისთვის. ვინ იცის რატომ? როცა შენი ძმის აკეთებ რა ხდება? ანგელოზი ამბობს რა? შენ ციგივე. ამიტომ თუ გინდა მეორე ცოლი, უთხარით.
თუ გინდა მეორე წელი უცხარე, ეალა, ამის მას ერთი წელი ყავს. თუ კიდე ერთი მიერ, სალიხი წელი. მესამეს მეოთხეს მიერ. ეალა, ამის მას ბარაკატი მიერ. რისკი მოუმატე, ბავშვები მოუმატე, ჯანმრთელობა მოუმატე. ანგელოზი ბრასილახი, შენც იგივე. შენც იგივე. ალა მათქონ ყველას ხელი მოგცემ. და მე მეძმებო ერთ-ერთი დუის ადათი და რა არის? როცა ჩვენ ალლას ვთხოვთ დუას მისი სახელებით და ატრიბუტებით. მაგალითად, არ-რაჰმან, არ-რაჰიმ რას ნიშნავს? მოწყალე, ხო? მოწყალე. როცა ჩვენ მაგალითად ვიღაცის შეწყალებას ვთხოვთ ან ჩვენი თავის შეწყალებას, ჩვენ ვიძახით ია არ-რაჰმან, ია არ-რაჰიმ, შემიწყალე, ჩემი ძმები შეიწყალე, ჩემი ნათესავები შეიწყალე. მაგალითად, თუ გაბრაზებული ვართ, ან ვიღაცა ბოროტი ხალხია, ტირანები, როგორც მართლობა პალესტინაში ახლა. როგორ ვიძახით ია ალ-აზიზ, ია ალ-ყავი, უდიდესო, უძლიერო. არ ვიძახით ია რაჰმან რაჰიმ დასაჯირი, არა, უძლიერო დასაჯირი. დასაჯირი ის მიეცი და ასე შემდეგ. ია მან იყბალო თაობა, ის ვინც თაობას მიიღებს, მიიღე ჩემი თაობა და ასე შემდეგ. ალლას ხომ ჩუქურას ბარაკა მოგცეს. ალლას ხორო ჩვენ ყველანი გაგვასწოროს. ალლას ხორო ჩვენ თაყვანისცემაში იხლასი მოგვიმატოს. ალლას ხორო ის ხალხი რომელიც ჯერ ლოცვა დაიწყო დააყენეს ლოცვაზე. ალლას ხორო ჩვენ ნათესავები რომელიც უნდა მართლობენ და უნდათ ლოცვა და იბადათი გაამაგრონ. ალლას ხორო ჩვენ შორის ჩადოს სიყვარული და სიყვარული ყურანის მიმართ, და სიყვარული სუნნათის მიმართ. და სალამ ალეიქუმ ვარაჰმათულლაჰი. ასევე მინდა დავამატო ერთი მომენტი გამორჩა, რომ დუის ადათი, დუის წესი ერთ-ერთი არის, რომ ჯერ ვაქოთ ალლაჰი ქება მივცეთ ალლას ჩვენ დუაში, მერე გავაკეთოთ სალავათი შუმოვალსა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და მაგის მერე დავიწყოთ დუის გაკეთება. ვთხოვოთ ალლას, რასაც ჩვენ გვინდა. ნებისმიერი ქება ალლას, ვადიდოთ ალლაჰი, ვაჩვენოთ ალლას რამდენად გვჭირდება ის. მერე სალავათი გავაკეთოთ შუმოვალსა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და მერე მაგის მერე უკვე დუის გაკეთება.